მივედით რაჭაში, სადაც გაზაფხულის ნაცვალ და აი ასეთი თოვლიანი ამინდი დაგვხვდა, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს ამინდი სანახაობას კიდევ უფრო საინტერესოს გახდის, ასე რომ ისღა დაგვრჩენია, რომ დავიწყოთ რაჭის დათვალიერება. თოვლიანი რაჭის მონახულება შაორის თვით დავიწყეთ. ამ დათოვლილი ხეების გარემოცვაში წყალსაცავი თითქმის 8 კილომეტრზეა გადაჭიმული. ულამაზესი ბუნების გარდა ეს ადგილი თევზაობის მოყვარული ტურისტების ყურადღებასაც იქცევს, რადგან ტბაში თითქმის ყველა სახეობის თევზი ბინადრობს. ამინდის გამო ვერ ვითევზავეთ, თუმცა არაჩვეულებრივი ხედების ნახვისა და სუფთა ჰაერზე სეირნობის შემდეგ მორიგი ღირსშესანიშნაობის სანახავად გავეშურეთ. შაორის ტბის შემდეგ ჩვენ ნიკორწმინდის ტაძარი უნდა მოვინახულოთ, რომელიც მე-11 საუკუნეში ერთიანი საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ მესამის დროს არის აშენებული. გუმბათოვანი ტაძარი ორნამენტების სიუხვითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა. სხვადასხვა სიწმინდებთან ერთად ეკლესიაში შემონახულია მე-17 საუკუნის ფრესკები და გვიანდელი ხანის ქართული კედლის მხატვრობა. 2007 წლიდან ნიკორწმინდის ტაძარი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია შეტანილი. შემდეგი გაჩერება ამბროლაურია. გზად ჩვენი ყურადღება გულის ფორმის ჩანჩქერმა მიიქცია. აღმოჩნდა, რომ აქ თურმე ადამიანები ბედს ეძებენ. ამბობენ, რომ თუ ამ ჩანჩქერში შეხვალთ, გულის სწორს იპოვით. ამიტომ ხუმრობით თუ მეორე ნახევრის პოვნის იმედით, სიყვარულის ჩანჩქერში შესვლის მსურველები არ ილევა. შევედი. ჯერაც? კი, მე მეგობრებს ჯერა. აწელია ველოდები მე ჯერა. ხიარული ჩანჩქერის შემდეგ ჩვენ რაჭული კერძები და რამდენიმე სახეობის ღვინო დავაგემოვნეთ. ესეთ რეგიონში როგორც არის რაჭა, სადაც გვაქვს ადგილწარმოშობის ღვინო ხვანჭკარა, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის. ის სამი ღვინო, რომელიც ჩვენ გავსიძეთ, 3-დან 2 არის ადგილწარმოშობის, უკვე იგულისხმება, რომ უმაღლესი ხარისხის ღვინოებია და უნიკალურია თავისი სიმცირიდან და შინაარსიდან გამომდინარე. წახემსების შემდეგ ამბროლაური ონის გზაზე გავჩერდით. ჩვენ აუცილებლად უნდა მოვინახულოთ ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარი, რომელიც ნიკორწმინდასთან ერთად ერთ-ერთი უდიდესი ნაგებობა გახლავთ რაჭაში. ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უკანასკნელი ძეგლი მე-18 საუკუნეში აშენდა. ინტერიერითა და ზედასარკმელებით ბარაკონის ტაძარს ხშირად სვეტიცხოველს ადარებენ. ის მდინარე რიონისა და ლუხუნის შესართავთან მდებარეობს. ისევე როგორც სვეტიცხოველი, ორ მდინარეს შორის. ტაძრის მონახულების შემდეგ ჩვენი გზა ონის მიმართულებით გაგრძელდა, სადაც მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ვესტუმრეთ. ვიმყოფებით ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, სადაც 14,000-მდე უნიკალური ექსპონატი ინახება. მუზეუმში დაცული არქეოლოგიური მასალა ქვეყნის ისტორიულ-კულტურული განვითარების სხვადასხვა პერიოდს მოიცავს, თუმცა ექსპონატთა უმრავლესობა ბრინჯაოს პერიოდს განეკუთვნება. მუზეუმში სხვადასხვა საინტერესო ნამუშევრებთან ერთად ცნობილ ქართველ მხატვართა ფერწერულ ტილოებსაც შეხვდებით. არქეოლოგიური ექსპონატებიდან აი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ბრინჯაოს ჭვირვალგამოსახულებიანი ქამრის რიტუალური აბზინდები, რომელიც აგერ ვიტრინაში არის წარმოდგენილი. ამ ბალთებიდან კი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ეს ბალთა, რომელიც გახლავთ აი უნიკუმი შეიძლება ითქვას. ზოგადად ეს ბალთები თარიღდება პირველი მე-3 საუკუნეებით. ონში ყოფნის დროს მე აუცილებლად გირჩევთ, რომ მოინახულოთ სინაგოგა, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოს აშენდა და რომელიც სიდიდით მე-3 გახლავთ საქართველოში. სამწუხაროდ სინაგოგა დაკეტილი დახვდა. ებრაული წესის მიხედვით შაბათს შიგნით შესვლა არ შეიძლება, ამიტომ მისი დათვალიერება ჩვენ მხოლოდ გარედან შევძელით.
გადმოცემის თანახმად 20-იან წლებში კომუნისტებმა ტაძრის დანგრევა სცადეს, თუმცა სალოცავის შიგნით 30-მდე დედა-ჩვილ ბავშვთან ერთად ჩაიკეტა. მათი პოზიცია ურყევი იყო, ან დახოცილიყვნენ, ან გადარჩენილი იყო სალოცავი დანგრევისგან. ამბობენ, რომ დედებს წინააღმდეგობა ვეღარ გაუწიეს და ონის სინაგოგა განადგურებისგან სწორედ ასე გადარჩა. ჩამოვედით შოუში, სადაც ასევე თოვლიანი ამინდი დაგვხვდა და ეს ულამაზესი ბუნება თოვლში კიდევ უფრო საოცარი სანახავია და რაც მთავარია, აქ არის საოცარი ჰაერი. საზოგადოების ნაწილი ამბობს, რომ ეს მისტიური სახლი, რომელიც შოუში მდებარეობს, სტალინის ცხოვრობდა. თუმცა ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, რომ მას აქ ფეხი არ დაუდგამს. შოვისკენ მიმავალი სტალინი უწერაში ავად გამხდარა და გზა აღარ გაუგრძელებია. რაჭაში მოგზაურობა, რომ ტურისტებისთვის ყველა სეზონზე მიმზიდველი და საინტერესო იყოს, ამაზე საოჯახო ტიპის სასტუმროებიც ზრუნავენ, რომლებიც ეთნოგრაფიული ნივთებითა და სხვადასხვა სახის ნამუშევრებით არის დატვირთული. იმდენად საინტერესო გადაწყვეტი რა ეთნოგრაფიულ სტილში, ანუ შემოდიხარ და ხა მაგალითად ჩემთვის ეს იყო ჩემი ბავშვობის გაცოცხლება, შემოვედი და გამახსენდა ზუსტად ბებია ბაბუას სახლი, სადაც ბავშვობაში მე ზაფხულს ვატარებდი ხოლმე. რაჭაში სტუმრობა წარმოუდგენელია რაჭული ცეკვა სიმღერის გარეშეც. ჩვენი მოგზაურობა რაჭაში საინფორმაციო ტურის ფარგლებში შედგა. 60-მდე ტურისტულმა კომპანიამ ზემო და ქვემო რაჭის ღირსშესანიშნაობებთან ერთად სხვადასხვა ტიპის სასტუმროების დაათვალიერეს, რომელთაც ტურიზმის განვითარების მიზნით ქვეყანაში ჩამოსულ უცხოელ სტუმრებს შესთავაზებენ. საინფორმაციო ტურის ფარგლებში ჩვენ შევძელით 60 ტურისტული კომპანიისთვის გვეჩვენებინა ზემო და ქვემო რაჭა. რეალურად 2 წლის განმავლობაში ძალიან გაიზარდა რაჭაში ტურისტული პოტენციალი. შესაბამისად, ჩვენთვის დანახული რაჭა გვინდოდა გვეჩვენებინა ამ ადამიანებისთვის იმისთვის, რომ უფრო ფართო ასპარეზზე გაიტანონ და შესთავაზონ ტურისტულ კომპანიებს. რაჭას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით, გვაქვს შესანიშნავი ბუნება, რომელიც გამოირჩევა მრავალფეროვნებით, გვაქვს მთის მდინარეები, რომელსაც ლამაზი ხეობები აქვს. ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა, ულამაზესი მხარეა, ძალიან დიდი პოტენციალი აქვს კულინარიული, ღვინის ტურიზმი, ბუნებრივი ძეგლები და ეს აუცილებლად დააინტერესებს ტურისტებს. ჩვენი მოგზაურობა თოვლიან რაჭაში ამით დასრულდა. ძალიან ბევრი ადგილი დაგვჭა მართალია სანახავი, თუმცა პირობას გაძლევთ, რომ საიმედო ტურის მეშვეობით ამ ადგილებს აუცილებლად გაიცნოთ. მე კი გირჩევთ, რომ ჩამოხვიდეთ რაჭაში, რადგან ის ყველა სეზონზე მართლაც ულამაზესი არის. ნახვამდის.